მოგესალმებით ყველას. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ბრიტანულ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის. დეზინფორმაციის და მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს არის თანამედროვე გარემოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ეს კურსი, სამომავლო დაგეგმილი კურსი და დღეს ვებინარის ფარგლებში გესაუბროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. დავაშიარებ სკრინს, ესეც მგონი ჩანს, ხო? და დავიწყოთ. დღეს ამ 1 საათის განმავლობაში მე თქვენ გესაუბრებით საინფორმაციო გარემოს გამოწვევებზე, ანუ რა ტიპის გამოწვევები არსებობს, რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მათ გაუმკლავდეთ. დეზინფორმაცია, მისინფორმაციაზე გავამახვილებ ყურადღებას, კერძოდ მის მიზნებზე, მოტივებზე და შედეგებზე, რატომ ვრცელდება დეზინფორმაცია, ვინ ავრცელებს, რა მიზანი აქვს, რა შედეგი დგება. ასევე ძალიან საინტერესოა დეზინფორმაცია, მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა. არსებობს თუ არა რაღაც ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დეზინფორმაციას და მისინფორმაციას ვებრძოლოთ, ან გაიდლაინები, რომელიც სასარგებლო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. არა აქვს მნიშვნელობა სად მუშაობთ, ორგანიზაციას წარმოადგენთ თუ ინდივიდუალურად აკადემიური წრის წარმომადგენელი ვართ თუ რაღაც სხვა საქმიანობით ვართ დაკავებული. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია ყველას გვეხება, ყოველთვის გვეხება და ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ასევე პრეზენტაციის მეორე ნაწილში გესაუბრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი და განვიხილავთ ძალიან ზოგადად და მე უკვე კითხვების ფარგლებში მოხარული ვიქნები, რომ უფრო კონკრეტულ დეტალებზე გესაუბროთ, როგორ ცვლის და რა ზეგავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი საკომუნიკაციო სტრატეგიებზე. კერძოდ ხელოვნური ინტელექტი როგორ ცვლის მისინფორმაცია, დეზინფორმაციის გავრცელების დინამიკას, შინაარსს, რა ახალი ინსტრუმენტებს გვთავაზობს და შესაბამისად ეს როგორ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ეს არის დამატებით ახალი გამოწვევები, რომლებსაც უფრო მომზადებულები უნდა შევხვდეთ თუ რაღაც ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო გვიადვილებს, ასე ვთქვათ, დეზინფორმაცია, მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. და ბოლოს, როგორც ლევანმა თქვა, ვისაუბრებთ, რა ცოდნას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იმ ვებინარის შემდგომ კურსს გაივლით და კურსის სახელწოდება იქნება ზუსტად იგივე, რაც ვებინარია, ეს არის დეზინფორმაცია, მისინფორმაციის ანატომია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. დავიწყოთ ზოგადად სტრატეგიული კომუნიკაციების, ასე ვთქვათ, განზომილებებიდან. დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი გამოწვევა არის ცხადია დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, მაგრამ ზოგადი კონტექსტიდან რომ ვიმსჯელოთ, ესე იგი რამდენიმე განზომილება არსებობს, ეს არის საინფორმაციო განზომილება, სადაც ჩვენ მუდმივად რომლის ფარგლებშიც, რომლის განუყოფელი ნაწილი ვართ და მუდმივად მონაწილეობთ, სოციალური განზომილება და ის სოციალური პლატფორმები, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ, ფიზიკური განზომილება, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და გასაგები და რაც ყველაზე მთავარია ამ ხრივ არის კოგნიტური განზომილება, ანუ ის რაც რჩება ჩვენ ცნობიერებაში, იმიტომ რომ როდესაც დეზინფორმაციაზე ვლაპარაკობთ, აქ სხვადასხვა დისციპლინა ხდება ერთმანეთს, ხო? მათ შორის ფსიქოლოგიური ასპექტები, სოციალური ასპექტები და ასე შემდეგ. და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. დავიწყოთ საინფორმაციო გარემოს გამოწვევებიდან. რატომ არის საინფორმაციო გარემო დღეს უფრო კომპლექსური, ურთიერთდამოკიდებული და მრავალგანზომილებიანი, ვიდრე ოდესმე იყო? და ყოველდღიურად რომ შევხედოთ, ანუ ხვალ უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე დღეს იყო და ვიდრე გუშინ იყო. იმიტომ რომ ჩვენ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ჩვენ გლობალიზაციის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება და მისი ინსტრუმენტები ვითარდება, შესაბამისად საინფორმაციო გარემოც უფრო ურთიერთდამოკიდებული და კომპლექსური ხდება. საინფორმაციო გარემოს ნაწილი ვართ თითოეული ჩვენგანი, ჩვენ საინფორმაციო გარემოს ვიყენებთ და საინფორმაციო გარემოში ვოპერირებთ. და ამიტომ არის საინტერესო რა ტიპის გამოწვევები არსებობს და შემდგომ ეტაპზე უკვე განვიხილოთ, როგორ შეიძლება ჩვენ ვებრძოლოთ აი ამ გამოწვევებს. დავიწყებ იქიდან დეზინფორმაცია, მისინფორმაცია
პროპაგანდა, ინფოდემია და მალინფორმაცია, მაგალითად და ყალბი ამბები. კიდევ უფრო დეტალებში უკვე კურსის ფარგლებში ჩავალთ, მაგრამ ხა ზოგადად რომ გითხრათ, რატომ არის, რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რატომ არის მნიშვნელოვანი. დავიწყოთ დეზინფორმაცია, მისინფორმაცია და მალინფორმაციიდან. აი ამაზე გადავალ ამ სლაიდზე, სადაც ვაუბრობთ, რა განსხვავებაა დეზინფორმაციასა და მისინფორმაციას შორის. და მალინფორმაციაც ძალიან საინტერესო ფენომენია და ამაზეც მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. დეზინფორმაცია ცალსახად არის ყალბი ინფორმაცია, ცრუ და შეცდომაში შემყვანი, რომელსაც აქტორი, ვინც არ უნდა იყოს ეს, ინდივიდუალურადაც შეიძლება განვიხილოთ, ჯგუფურად ან სახელმწიფოს მიერ, რომელსაც აქტორი, სახელმწიფოებრივი თუ არასახელმწიფოებრივი აქტორი მიზანმიმართულად ავრცელებს. ცალკად, ეს იგი პირველი კომპონენტი არის, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ყალბი და შეცდომაში შემყვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დეზინფორმაცია ვერ იქნება და აუცილებლად მას უნდა კონდეს თავისი მიზანი. და ეს მიზანი აქვს, რომ ზიანის მიყენების განზრახვა, დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში, გარკვეულ ჯგუფში, გარკვეულ სეგმენტში და ამითი ზეგავლენის მოხდენა იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღონ. ანუ ცალსახად არის დამაზიანებელი, ცალსახად არის გააზრებული და მიმართული იქიდან, რომ შეცდომაში შეიყვანოს გარკვეული აქტორი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ძალიან ხშირად ალბათ გაგიგიათ თქვენს ტერმინი მისინფორმაცია. მისინფორმაცია განსხვავდება თავისი შინაარსისგან, დეზინფორმაციისგან იმით, რომ მისინფორმაცია ცალსახად არის მცდარი ინფორმაცია, ცრუ და შეცდომაში შემყვანი, ანუ ყალბი ინფორმაცია, როგორც მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ მას, თუმცა მას არ აქვს ზიანის მიყენების განზრახვა. და ეს ასპექტი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მისინფორმაციის მსხვერპლი, იმისი ალბათობა, რომ ჩვენ მისინფორმაციის მსხვერპლი გავხდეთ, ბევრად უფრო დიდია, თქვენ წარმოიდგინეთ და დეზინფორმაციაზე მეტად. რატომ? იმიტომ რომ მისინფორმაციის შემთხვევაში შეიძლება გაუცნობიერებლად, ასე ვთქვათ, გავავრცელოთ გარკვეული ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, ისე რომ არ ვიყოთ საქმის კურსში მისი დამაზიანებელი შედეგების შესახებ და უბრალოდ გავხდეთ ამის ნაწილი. აი მაგალითად ხმა მესმის თქვენი კითხვა ხო არ ქონდათ? აი მაგალითად მისინფორმაციის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ხვალ შეიძლება დეფიციტი შეიქმნას გარკვეულ პროდუქტზე, მაგალითად შაქარზე. და წავიდეთ ჩვენ მომხმარებლები და შევიძინოთ შაქარი სუპერმარკეტებში. ზუსტად მსგავსი შემთხვევა იყო და როდესაც კითხავ მომხმარებელს, რომ აი რატო ყიდულობ შაქარს, როცა არ გჭირდება, შეიძლება თქვას, რომ ჩემმა მეზობელმა მანანამ მითხრა ამის შესახებ. ანუ უნებლიეთ ჩვენ გავხდეთ აი ამ მისინფორმაციის ნაწილი, შესაბამისად ზემოქმედება მოახდინოს ამან ჩვენზე, რომ ხვალიდან მაგალითად შაქარი იქნება დეფიციტში და სინამდვილეში შეიძლება კი არა არ იყოს ეს სწორი ინფორმაცია და აი ამის ნაწილი გავხდეთ გაუცნობიერებლად. ამით ძალიან ბევრი რამ შეიძლება დაზიანდეს, კერძოდ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეფიციტი შეიქმნას შაქარზე და ამას რაღაცა შესაბამისად გაგრძელებები მოყვეს, ხო? ეს მაგალითი ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ ძალიან ბევრ კონტექსტს და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მცდარ ინფორმაციას ვავრცელებთ, ჩვენც კონფორმისტულად ხვდებით აი ამ ჯგუფის ნაწილი, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩვენ არ გადავამოწმეთ და შესაბამისად ხელი შევუწყვეთ გარკვეულწილად აი ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც თავისი მიზანი აქვს, ვინც თავის დროზე აი ამას ასე ვთქვათ ამის დიზაინერი იყო, ხო და ორკესტრირება გაუკეთა აი ამ ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას. ანუ დეზინფორმაციის შემთხვევაში ზიანის მიყენება ცალსახად არის განსაზღვრული და მიზანმიმართული და მისინფორმაციის შემთხვევაში ეს არის გაუცნობიერებლად ჩვენ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ამის ნაწილი, თუმცა შედეგობრივად ანალოგიურად დამაზიანებელი აღმოჩნდეს. და ასევე ძალიან საინტერესო ფენომენი არის მალინფორმაცია, ამაზე ძალიან დეტალებზე არ გესაუბრებით და მალინფორმაციას თუ გაიგებთ ეს ტერმინს, ეს არის კიდევ უფრო დამაბნეველი საინფორმაციო გარემოს გამოწვევა, რომელიც ხსნის, რომ ნამდვილი ინფორმაცია არის კონტექსტიდან ამოღებული და მერე არის გადმოტანილი იმ განზომილებაში, სადაც შეიძლება ეს იყოს შეურაცხყოფელი ენა, სიძულვილის ენა და მიზნად ისახავდეს ზიანის მიყენებას. ანუ რაღაც ნაწილი ამ ინფორმაციის შეიძლება იყოს
ნამდვილი და ეს უფრო დამაბნეველი აღმოჩნდეს თითეული ჩვენგანისთვის. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ აი ამ საინფორმაციო გარემოში, რომელიც არის ძალიან კომპლექსური დღეს, მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, სქესს არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, სათხართ დასაქმებული არც ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი მათგანის დეზინფორმაცია იქნება, მალინფორმაცია იქნება თუ მისინფორმაცია იქნება, ნებისმიერი მათგანის მსხვერპლი შეიძლება გავხდეთ. გარდა ამისა, აი პროპაგანდა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესეთი ტერმინები არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა და რა განსხვავებაა მათ შორის. აქ საერთაშორისო პრაქტიკას მოვიშველიებს ნატოს თავის განმარტება აქ და ევროკავშირს, ძირითადად ორგანიზაციები და სახელმწიფოები დეზინფორმაციას იყენებენ როგორც ტერმინს, პროპაგანდის დატვირთვაც ცალსახად ისეთივე დამაზიანებელია და მისი მიზანი ისეთივე დამაზიანებელია როგორც დეზინფორმაციის, ხშირ შემთხვევაში სინონიმებად გამოიყენება. უბრალოდ აი ქართულ კონტექსტს რომ მოვარგოთ, ძალიან ხშირად პროპაგანდას იყენებენ ხოლმე, რაც ცალსახად ეტიმოლოგიურად არასწორი განმარტებაა პროპაგანდის, ზოგჯერ დადებითი კონოტაციით იყენებენ ხოლმე, რომ აი პროპაგანდა გაუწია და აქ შეიძლება არ იფიქრონ, რომ ამას ნეგატიური შედეგი შეიძლება მოყვეს და ეს არის ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ევროკავშირი და სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ ხოლმე პროპაგანდასაც და დეზინფორმაციასაც, მაგრამ ზოგადად კონტექსტი ერთი და იგივეა და სინონიმებად შეიძლება მოვიაზროთ. ინფოდემია არის ძალიან საინტერესო საინფორმაციო გამოწვევა, რომლის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს და გამხდარა კიდევაც. ინფოდემია ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ასე ვთქვათ, შემუშავებული ტერმინი, დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ძირითადად ვრცელდება პანდემიების და ეპიდემიების დროს. და აი კრიზისულ სიტუაციაში საინფორმაციო გარემო აბსოლუტურად განსხვავებულ სახეს იღებს, იმიტომ რომ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან დიდია იმისი ალბათობა, რომ ცრუ და დამაზიანებელი ინფორმაცია გავრცელდეს. საინფორმაციო გარემოზე დაწოლა დიდია, ინფორმაციის მიღების სურვილი და მოთხოვნა ძალიან დიდია და შესაბამისად ეს არის არაჩვეულებრივი პლატფორმა ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასავრცელებლად. და ჩვენ ვიცით COVID-19-ის დროს როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით რამდენი ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა. და სწორედ აი ამის აღსაწერად აი ეს ტერმინი დამკვიდრდა, რაც არის ინფოდემია. და ყალბი ამბები ცალსახად ეს არის შეიძლება იყოს აი AI generated სინთეტიკური მედიის მიერ გენერირებული ინფორმაცია, რომელსაც ასევე დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. დეზინფორმაცია ის ძალიან მომწონს ეს გამოთქმა, რომელიც დეზინფორმაციას ეხება. ინფორმაცია არის ძალა, ჩვენ ყველა ინდივიდი, ასე ვთქვათ, გვაქვს იმის სურვილი, რომ ინფორმაცია მივიღოთ და იმის მოთხოვნილება და იმის მოთხოვნა, ეს არის ძალა, ეს არის შესაძლებლობა და ეს არის გამოწვევა, მაგრამ დეზინფორმაცია არის ძალის ბოროტად გამოყენება. ასევე მინდა გაგიზიაროთ და გესაუბროთ ისეთ საკითხზე, როგორც არის გენდერული დეზინფორმაცია. ესეთი ტერმინიც არსებობს, რომელიც ძალიან დამკვიდრებული და გავრცელებულია ახლა მსოფლიო მასშტაბით და გენდერული დეზინფორმაცია თავისთავად გულისხმობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და ძირითადად გამოიყენება ქალბატონების მიმართ, როდესაც ცდილობენ, რომ ისინი წარმოაჩინონ ნეგატიურ კონტექსტში, ხელი შეუშალონ მათ პროფესიულ საქმიანობას. გენდერული დეზინფორმაცია ძალიან ხშირად გამოიყენება ცნობილი ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, და მიზნად ისახავს მათ დაკნინებას, მათ არაპროფესიონალურ, ასე ვთქვათ, არაპროფესიონალებად წარმოჩენას და ასე შემდეგ და ეს ტერმინიც ძალიან აქტიურად გამოიყენება თანამედროვე როგორც საკომუნიკაციო სტრატეგიებში, ასევე საინფორმაციო ეკოსისტემის აღწერის დროს. ასევე მინდა გაგიზიაროთ, რატო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დეზინფორმაცია, მისინფორმაციას მსოფლიო, ასე ვთქვათ, გლობალური რისკების გადმოსახედიდან. აქ მოგიტანეთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენება, რომელიც ეხება 2026 წელს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ატარებს ძალიან დიდ კვლევას და ამ კვლევაში სხვადასხვა აქტორები მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე არასახელმწიფოებრივი აქტორები და ადგენს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აი ამ მოხსენებაში, რომელსაც ქვია გლობალური რისკების შესახებ მოხსენება, რა ტიპის გამოწვევები იქნება აქტუალური მსოფლიო მასშტაბით, არა მხოლოდ ჩვენ კონტექსტში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. და აქ ორი პერიოდი არის გამოყოფილი. ერთი არის
short term-ი, ანუ 2 წლის განმავლობაში რა საკითხი, რა გამოწვევის წინაშე იქნება მსოფლიო და მეორე არის 10 წლიანი პერსპექტივა. პირველი შემთხვევაში, სხვათა შორის 2025-ში რო გამოუშვეს იქ პირველ ადგილზე იყო მისინფორმაცია და დეზინფორმაცია, თუმცა 2026 წლის მოხსენებაში მეორე ადგილზე ხდება, ანუ მომავალი 2 წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დადგება, ეს იქნება მისინფორმაცია, დეზინფორმაციის გავრცელება და მინდა გითხრათ, რომ ამაში ცალსახად პირდაპირ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად იმ ინსტრუმენტების და პლატფორმების განვითარება, რომელზეც მოგვიანებით გესაუბრებით. პირველ ადგილზე გეოეკონომიკური კონფრონტაცია დასახელდა იმ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ხოლო მეორე ადგილზე მისინფორმაცია და დეზინფორმაცია. ასევე შევხედოთ 10 წლიან პერსპექტივას, ანუ მომავალი 10 წლის განმავლობაში რა იქნება აქტუალური და აქ მისინფორმაცია და დეზინფორმაცია უკვე მეოთხე ადგილს იკავებს. თუმცა კიდევ ერთხელ ეს გლობალური რისკების შესახებ მოხსენება ყოველწლიურად აპდეიტდება და იმის მიხედვით შეიძლება რიგობითობა შეიცვალოს. რა არის გასათვალისწინებელი ფაქტორი, როცა დეზინფორმაციაზე ვსაუბრობ და რატომ არის აქტუალური? ჩვენ ადამიანები ყველა ვართ, როგორც დამკვიდრებული ტერმინი არსებობს, storytelling animals. ანუ ჩვენ ამბების ჩვენ კომუნიცირებთ ყოველდღიურად, არაფრის თქმაც კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, ჩვენ ვაზიარებთ ამბებს და აი ამ ამბებით ივსება ის საინფორმაციო ველი, რომელს საინფორმაციო ველშიც ვოპერირებთ. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური განზომილება, შეიძლება იყოს სოციალური განზომილება, უბრალოდ საინფორმაციო განზომილება, ან კოგნიტური განზომილება, ხო? ამბების მეშვეობით უყვებით, ასე ვთქვათ, ვაზიარებთ როგორც ემოციას, ვუყვებით ამბებს და შესაბამისად საინფორმაციო ველიც ამით ივსება. რატომ არის მნიშვნელოვანი დეზინფორმაცია და მისინფორმაცია? იმიტომ რომ ტექნოლოგიური განვითარება ამაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ზეგავლენას ახდენს როგორც ნეგატიური კონტექსტით, ასევე პოზიტიური კონტექსტით. და შესაბამისად ახალ პლატფორმებს გვთავაზობს და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. რატომ არის დეზინფორმაცია და მისინფორმაცია აქტუალური? იმიტომ რომ ჩვენ მარტივი ცუდომა გვაქვს ინფორმაციაზე. მაშინ, როდესაც ეს პლატფორმები და ტექნოლოგიური წინსვლა ამ დონეზე არ იყო, შესაბამისად დედამიწის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ინფორმაციის მიწვდენა ბევრად უფრო რთული არხებით და ინსტრუმენტებით ხდებოდა ვიდრე ეხლა, ხო? ეხლა ძალიან მარტივად ეგრეთ წოდებულმა ინფლუენსერმა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება რამდენიმე წუთში გაავრცელოს ინფორმაცია და ამას ძალიან დიდი ზეგავლენა მოყვეს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, სხვადასხვა ჯგუფზე, ინდივიდზე, სახელმწიფოზე და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს იაფი საშუალება დეზინფორმაცია, მისინფორმაციის გავრცელება? დიახ არის, ამას გააჩნია ვის მიერ არის ორკესტრირებული, ზოგჯერ სახელმწიფო, როცა მიზანმიმართულად დეზინფორმაციულ კამპანიებს ეწევა, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტთან არის დაკავშირებული და ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ, მაგრამ შეიძლება ინდივიდუალურ დონეზეც ადამიანმა, ინფლუენსერმა პირობითად გაავრცელოს ინფორმაცია და შესაბამისად ამაში ძალიან დიდი ბიუჯეტი არ იყოს, არ დომინირებდეს. ამიტომ ეს არის იაფი საშუალება და შესაბამისად უფრო საშიში ვიდრე აქამდე იყო. დეცენტრალიზირებული მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არ არის აუცილებელი, რომ იერარქიულად იყოს შეთანხმებული, ინდივიდუალურ დონეზე შეგვიძლია დეზინფორმაცია, მისინფორმაციის გავრცელება და შესაბამისად ეს დეცენტრალიზირებული მიდგომა უფრო ართულებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, როდის ვრცელდება დეზინფორმაცია და მისინფორმაცია? ყოველთვის. ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ განზომილებაში, რომელზეც ვისაუბრეთ და ნებისმიერი ინტენსივობით, ნებისმიერი ინდივიდის ჯგუფის თუ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ. მაგრამ განსაკუთრებით როდის ხდება დეზინფორმაციით და მისინფორმაციით, აი ამ საინფორმაციო ეკოსისტემის გადატვირთვა, რომ ვიკითხოთ, აუცილებლად პასუხი იქნება კრიზისულ სიტუაციებში, იმიტომ რომ კრიზისულ სიტუაციებში ჩვენ გვყავს პირდაპირი მსხვერპლი და არაპირდაპირი მსხვერპლი და ყველა მათგანი საჭიროებს ძალიან დიდი დოზით და ძალიან სწრაფად ინფორმაციის მიღებას. ეს საინფორმაციო ველი კრიზისულ სიტუაციაში აუცილებლად შეივსება და თუ ის აქტორი, რომელსაც ეხება, არ შეავსებს, ამას ჩვენ ნაცვლად სხვა გააკეთებს, ხო და მე უკვე კონტრნარატივების ასპექტი წამოვა და უკვე თავდაცვით მდგომარეობაში გადავალთ რეაქტიულ მდგომარეობაში და არა პროაქტიულში, ვერ დავრჩებით პროაქტიულში და შესაბამისად უფრო რთული იქნება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. როდის ვრცელდება კრიზისულ სიტუაციებში?
როგორც გითხარით, აქ ნებისმიერი სახის კრიზისული სიტუაცია იგულისხმება, პანდემიების, ეპიდემიების დროს ესეც კრიზისული სიტუაციის ერთ-ერთი მიმართულებაა. შეგვიძლია პირველ ნაწილში მოვიაზროთ ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფები,